საღამომშვიდობისა, ეთერშია ყოველკვირეული ანალიტიკური თოქ-შოუ პანორამა. ეს სეზონის ბოლო გადაცემაა და სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ წინასწარ ქონდა დაგეგმილი, მაგრამ ამ კვირაში მომხდარმა ერთმა მოვლენამ ჩვენი გეგმები თავდაყირა დააყენა და გადაცემაც სწორედ ამ თემას მიუძღვენით. მიხეილ უმიწაწყლო ასე მონათლეს სოციალურ ქსელებში უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული საქართველოს ექს-პრეზიდენტი. მას შემდეგ, რაც მან კლასიკური საბჭოთა მეთოდით ბორტზე ყოფნისას შეუჩერდა მეორე სამშობლოდ ქცეული უკრაინის მოქალაქეობა. ერთ-ერთი პირველი, ვინც საზოგადოებას უპასპორტო ექს-პრეზიდენტის შესახებ ამცნო, უკრაინის რადას დეპუტატი, ოპოზიციონერი იგორ მოსიჩუკი იყო. შვიდობით მიშა ქართველ იანუკოვიჩს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა მან საკუთარ Facebook გვერდზე და მაინც რატომაა სააკაშვილი ქართველი იანუკოვიჩი? რატომ არ შედგა მისი პოლიტიკური კარიერა უკრაინაში და არის თუ არა ეს ყველაფერი პეტროსა და ბიძინას შორის გარიგების შედეგი? ამ თემებზე სასაუბრად რადას დეპუტატ იგორ მოსიჩუკს კიევში ტელეფონით დაუკავშირდით. ბატონო მოსიჩუკ, თქვენი სტატუსით დავიწყოთ. რატომ ქართველი იანუკოვიჩი? სააკაშვილს ალბათ ბევრი რამ შეიძლება დააბრალო, მაგრამ პრორუსულობა? ახლავე გეტყვით რატომ. პირველი, სააკაშვილმაც და იანუკოვიჩმა საკუთარი ხალხის სიცხლი დაღვარეს. მეორე, სააკაშვილიცა და იანუკოვიჩიც შეუბრალებლად არბევდნენ იმ ხალხს, რომელიც მათ წინააღმდეგ ხმის ამაღლებას ბედავდა. და მესამე, სააკაშვილმაც და იანუკოვიჩმაც საკუთარი ქვეყანა მიატოვეს და გაიქცნენ. მე ძალიან მიყვარს იმ უკრაინელების, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილი დაიცვან და ის მსხვერპლად წარმოაჩინონ. მინდა მათ ასეთი კითხვა დავუსვა. ძვირფასო თანამემამულეებო, რატომ იბრძვის სააკაშვილი უკრაინული და არაქართული პასპორტისთვის? საკუთარი სამშობლოს, საქართველოს პასპორტისთვის, ანუ საკუთარი სამშობლოს, საქართველოს პასპორტისთვის. ის 10 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი, შემდეგ კი რაკნა, საკუთარი ქვეყანა მიაგდო, გაიქცა და ახლა ჩემი ქვეყნის მოქალაქეობისთვის იბრძვის. რატომ? მე არ ვცემ პატივს ასეთ ხალხს. კი, მაგრამ თქვენ არ მიიწვიეთ ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაში, იქნებ აგვიხსნათ, ვინ და რა დამსახურებისთვის მიიწვია სააკაშვილი უკრაინაში? ფიქრობ, პრეზიდენტი პოროშენკო დასავლელი პარტნიორების გავლენისა და გარკვეულწილად ზეწოლის ქვეშაც იმყოფებოდა. სურდა მათი გული მოეგო. თანაც ის მეგობრობდა სააკაშვილთან და ფიქრობდა, რომ მისი კონტროლი არ გაუჭირდებოდა. ამიტომაც მოიწვია იგი აქ და ჩააბარა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამდებობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა. ეს საპატიო და ძალიან გავლენიანი პოსტია, მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილს არ შეუძლია თავი მეორე პირად წარმოედგინოს. შემდეგ იყო ოდესის გუბერნატორობა, ასევე უმნიშვნელოვანესი პოსტი, რომელიც სააკაშვილმა პრეზიდენტისა და უკრაინის მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად გამოიყენა. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აქ ყოფნის განმავლობაში სააკაშვილს არ გაუკეთებია არაფერი, რაც უკრაინის სახელმწიფოს წაადგებოდა. რაც გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი ამბიციები დაეკმაყოფილებინა. ოდესაში განადგურებულია სამმართველო ორგანოები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. სააკაშვილი კი აცხადებს, რომ პოროშენკოს მოუვლის და ჭკუას ასწავლის. კარგად გამიგეთ, მე ოპოზიციაში ვარ, მაგრამ უკრაინელები, როგორმე ჩვენ თვითონ გადავწყვეტ, როგორ მოვექცეთ საკუთარ პრეზიდენტსა და ქვეყანას. სააკაშვილის მსგავსი ყალთაბანდების გარეშე ძიულად გავალთ. ჩვენი ყალთაბანდები საკმაოდ ყვანან, მათი იმპორტი რა საჭიროა. ყველაზე შთამბეჭდავი კი მაინც ამ კაცის უმადურობაა. პოროშენკო ხომ სააკაშვილს არაფერ შეზღუდავდა, მისთვის ყველაფერი ნებადართული იყო. პრეზიდენტმა საკუთარი პროკურორი და პოლიციის ხელმძღვანელიც კი გაათავისუფლა, რომ ეს თანამდებობები სააკაშვილის კადრებით შევსებულიყო. ასე გავბედნიერდით ბატონი ლორდ ქიფანიძით, რომელიც მაქვს პატივი განვაცხადო, რომ სწორედ პირადად ჩემი ჩარევის შედეგად გააგდეს სამსახურიდან. ამ ადამიანმა უკრაინის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფის სასამართლო სისტემა კინაღამ საერთოდ დააქცია. მის დროს დრამატულად გაიზარდა ქურდობისა და ყაჩაღობის შემთხვევები ოდესის ოლქში და სანამ იმას მეტყვით, რომ ლორდ ქიფანიძე ფხიზლად იდგა კანონის აგუშაგოზე, მანამდე კი ამაზე თვალს ხუჭავდნენ. გეტყვით, რომ გახსნილი დანაშაულების რაოდენობა 3%-მდე დავიდა. ეს ყველაფერი ბატონი ლორდ ქიფანიძისა და ქალბატონეს ღულაძის დამსახურებაა. თუმცა მიხეილ სააკაშვილის მომხრეები თვლიან, რომ პოროშენკომ კი არ მიიწვია სააკაშვილი, ეს სააკაშვილმა გააპრეზიდენტა პოროშენკო დასავლეთში საკუთარი კავშირების წყალობით. ეს სრული სისულელია. პოროშენკოს გარშემო იყო ქვეყნის პოლიტიკური ელიტის უმეტესობა. მას ჰქონდა უზარმაზარი რესურსები და ხალხის მხარდაჭერა. პოროშენკო პრეზიდენტი გახადა უკრაინამ და არა დასავლეთმა. ესმოდა თუ არა უკრაინელებს, რომ მისი მიწვევა უკრაინაში საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს გააღიზიანებდა?
მე და ჩემი პარტია პირველი დღიდანვე ვეწინააღმდეგებოდით ამას. ვამბობდით, რომ პოროშენკომ კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც სააკაშვილის მოქალაქეობა მიანიჭა. ვამბობდით, რომ ეს გააფუჭებდა ურთიერთობებს მოძმე ქვეყანასთან, საქართველოსთან, საიდანაც სააკაშვილი გამოაგდეს. პირველივე დღიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენვე უნდა ვაშენებდეთ და არა პოლიტიკურ სეზონზე ჩამოსული გასტროლიორები. ვამბობდით, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი უკრაინას კარგს არაფერს მოუტანდა და როგორც ხედავთ, მართლებიც აღმოჩნდით. ერთობს საინტერესო ოფიციალური მიზეზი, რომელიც თქვენმა საემიგრაციო სამსახურმა გამოაქვეყნა. სააკაშვილმა მოქალაქეობის მოთხოვნისას არ მიუთითა, რომ ძებნაში იმყოფებოდაო. ეს ცოტა არასერიოზულად არ გეჩვენებათ? ამას ვინ დაიჯერებს? თქვათ სააკაშვილმა მართლაც არ მიუთითა. საემიგრაციო სამსახური რას აკეთებდა? დაგეთანხმებით, რომ ამას არავინ დაიჯერებს, მაგრამ ეს გამოიყენეს როგორც ფორმალური მიზეზი, იმიტომ რომ ანკეტის შევსებისას მან მართლაც არ მიუთითა, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. სწორედ ამიტომ მე და ჩემმა პარტიამ საემიგრაციო სამსახურში გავგზავნეთ წერილი, რათა მიგვეღო ოფიციალური დასტური. იცოდა თუ არა საემიგრაციო სამსახურმა, რომ ბატონი სააკაშვილი საქართველოში ძებნაში იმყოფებოდა. შემდეგ ეს წერილი გადაამისამართეს ფედერალურ პროკურატურაში, რომელმაც თავის მხრივ მოქალაქეობის მინიჭების საკითხების მმართველ კომისიას გადასცა ეს საქმე. და როცა ყველამ გაიაზრა, რომ აუცილებელი იყო პასუხისგაცემა, მოხდა ის, რაც მოხდა. ანუ გამოდის, ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. სააკაშვილი აცხადებს, რომ პოროშენკო საქართველოში სწორად ბოლო დეტალების ივანიშვილთან შესათანხმებლად ჩავიდა. შესაძლებელია არსებობდა ასეთი შეთანხმება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება პოროშენკომ საქართველოში ვიზიტამდე მიიღო. ანუ გამოდის, სააკაშვილი გარკვეულწილად მართალია და არსებობდა გარიგება პოროშენკოსა და საქართველოს მთავრობას შორის. რომ აი ჩვენ მოქალაქეობას ჩამოვართვებთ, მერე ხელებს დავიბან და თქვენ ბიჭებო რაც გინათ ის უქენით. თლად ასეც არ მგონია. პოროშენკოს რომ ქართველებთან გარიგება დაედო, მაშინ დაელოდებოდა, როდის დაბრუნდებოდა უკრაინაში სააკაშვილი, ჩამოართმევდა მოქალაქეობას და ლანგარზე გადასცემდა მას ქართველ სამართალდამცავებს. ამის ნაცვლად ის დაელოდა, სანამ სააკაშვილი ამერიკაში გაფრინდებოდა და მხოლოდ შემდეგ ჩამოართვა მას მოქალაქეობა. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია. ისევ თქვენს Facebook სტატუსს დაუბრუნდეთ. სააკაშვილს მოხეტიალე ცირკის მსახიობად მოიხსენიებთ. ფიქრობთ ამ მსახიობის ხეტიალი დასრულდა? ეს მისი ბოლო წარმოდგენა იყო? აქვს კი მას პოლიტიკური პერსპექტივა უკრაინაში? ის შეეცდება საკუთარი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების ხარჯზე რაიმე პოლიტიკური ქულები დაიწეროს. მის მხარდასაჭერად მაიდანზე მხოლოდ 250-მდე ადამიანი გამოვიდა. მისი რეიტინგი 2% შეადგენს. ასე რომ არ ამგონია მას სერიოზული შანსები ჰქონდეს უკრაინულ პოლიტიკაში. პოროშენკომ იმიტომ კი არ ჩამოართვა მას მოქალაქეობა, რომ მისი როგორც პოლიტიკური ოპონენტის ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ სააკაშვილი შემოდგომაზე კიევში მორიგი რევოლუციის მოწყობას გეგმავდა. და როგორ მოახერხებდა ამას სააკაშვილი თავისი 2%-იანი რეიტინგით? ის უკვე იწყებდა ხალხის დაკზავნას, იყო მცდელობები სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელების მოსყიდვისა, რესურსების მობილიზებას და ასე შემდეგ. რამდენად მიაღწევდა იგი თავის მიზნებს, ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი არეულობების მოწყობას გეგმავდა, რომელსაც მერე სამოქალაქო გამოსვლებად მონათლავდა და ამიტომ გამოეთხოვა უკრაინის მოქალაქეობას. გამოდის, ქართული ანსამბლის გასტროლმა არ გაამართლა, მაგრამ თქვენ თვითონ როგორ აპირებთ ქვეყნის შენებას? როგორ გეგმავთ? ოლიგოპოლია დემოკრატიად გადააქციოთ. ამას ის ხალხი გააკეთებს, ვინც მაიდანზე იდგა, ვინც დღეს იარაღით ხელში იბრძვის. ჩვენ საკმაოდ გვყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა აშენონ სახელმწიფო. დიდ პატივს სცემ საქართველოს და ქართველ ხალხს, მაგრამ ამის სასწავლად ქართული დესანტი არ გვჭირდებოდა. საინტერესო იყო კოლომოისკის გამოსვლის მოსმენა, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სერიოზული შეცდომა იყო, რომ მისთვის პატივი იქნებოდა სააკაშვილის კომპანიაში ყოფნა. არადა ისინი ცნობილი ოპონენტები არიან. ხომ არ არის ეს ალიანსის დასაწყისი? ალიანსს გამოვრიცხავ, რადგან ეს სააკაშვილისთვის საკუთარი პოლიტიკური კარიერისა და შერჩენილი რეპუტაციის საკუთარი ხელის დასამარება იქნებოდა. რაც შეეხება კოლომოისკის, მას თვითონ სამი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, რაც უკრაინული სამართლის დარღვევაა და ადვილი შესაძლებელია, მალე სააკაშვილის ხვედრი გაიზიაროს. სწორედ ამიტომ ეწვის კუჭი. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია უკრაინის ამ ტრიუკზე? სააკაშვილი მოისაზრებოდა როგორც ფიგურა, რომელიც უკრაინას დასავლურ რეფორმებს მოუტანდა. თქვენ კი მოქალაქეობა ჩამოართვით. სააკაშვილი დასავლეთშიც უკვე ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს, რომელიც ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური საგამოძიებო ბიუროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ტრამპის გუნდს არანაირი შეხება და ინტერესი არ აქვს სააკაშვილის მიმართ.
ეს არ არის მათი იარაღი. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ პეტრო პოროშენკოს ეს საკითხი უკვე გათვლილი აქვს და სავარაუდოდ გარკვეული პრევენციული ზომებიც მიიღო. ანუ ეს კიევის საერთაშორისო რეპუტაციას არ დააზიანებს? არა, იმიტომ რომ განსხვავებით საქართველოსგან, უკრაინაში სააკაშვილი არასოდეს აღიქმებოდა გმირად და დასავლეთში ეს იციან. მისი გუბერნატორობა ოდესაცი სრული ფიასკო იყო. იმ ადამიანების უმეტესობა, რომელიც მანამდე სააკაშვილს იმედის თვალით უყურებდა, დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი და მისი გუნდი უკრაინას კარგს ვერაფერს მოუტანენ. ისევ საქართველოს დაუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ამას კიევისა და თბილისის დღევანდელ ურთიერთობებზე? ფიქრობ, უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა მათ საერთო ინტერესებზე უნდა იყოს აგებული. კიევისა და თბილისის ინტერესებზე და არა ვაშინგტონის, მოსკოვის, ან კიდე ბრიუსელის ინტერესებზე. ჩვენ მოძმე ქვეყნები ვართ. ყოველთვის ასე იყო. 90-იან წლებში ჩემი მეგობრები საქართველოს მხარეს იბრძოდნენ. თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ. ფიქრობ, ჩვენი ძმური ურთიერთობა ასეთივე დარჩება. როგორ ფიქრობთ, ის ქართველი სამხედროები, რომლებიც დღეს უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის დასაცავად იბრძვიან, ისინი როგორ შეაფასებენ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას? თუ იმის თქმა გინდათ, რომ ისინი აქ სააკაშვილის გამო არიან, გარწმუნებთ, ასე არ არის. მე ბევრ მათგანთან მისაუბრია და მხოლოდ ნახევარი თუ აფასებს სააკაშვილის საქმიანობას დადებითად. ასე რომ ნუ ფიქრობთ, რომ თუ ვინმე უკრაინის დასაცავად მოდის, აუცილებლად სააკაშვილის მხარდამჭერია. და შეკითხვა, რომელიც ბოლოსთვის შემოვინახე. თქვენი სტატუსის წაკითხვის შემდეგ ქართულ მედიაში გაიხსენეს, რომ არსებობს ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ ასახულია თუ როგორ იღებთ ქრთამს და რომ ციხეს მხოლოდ დეპუტატის იმუნიტეტმა გადაგარჩინათ. რამდენად ობიექტურია იგორ მოსიჩუკი საკუთარ შეფასებებში? ძალიან მარტივად გიპასუხებთ. ეს ვიდეო დამონტაჟებულია და ეს დაამტკიცა სასამართლომ. სასამართლომ მე ყველაფერში გამამართლა. მე დიპლომატიური იმუნიტეტი მომიხსნეს და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით ისევ დავიბრუნე. რაც შეეხება ჩემს ობიექტურობას, ეს ვიდეო პოროშენკოს დაკვეთით გადაიღეს, ასე რომ თავად განსაჯეთ, რამდენად ობიექტური ვარ, როდესაც მის გადაწყვეტილებას საჯაროდ მივესალმები. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური მოავლის შესახებ მის მეგობარს, ამერიკელ ანალიტიკოსსა და მიმომხილვალ მარკ მალენს ვესაუბრეთ. მარკ, სანამ უშუალოდ მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გადავიდოდეთ, როგორც მისი მეგობარი, როგორ შეაფასებდით სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას საქართველოდან წასვლის შემდეგ? ფიქრობ, მიშას ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა იყო იმ გუნდის შექმნა, რომელმაც საქართველოს კორუფციისგან გაათავისუფლა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მან შეწყვიტა სხვა ადამიანების, სხვა იდეების მოსმენა. მან იზოლაცია აირჩია და შედეგად დამარცხდა 2012 წლის არჩევნებში. რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ კარიერას, ფიქრობ, სწორედ მიშას გამო ვერ გახდა ნაციონალური მოძრაობა ისეთი გავლენიანი ოპოზიცია, როგორიც შეეძლო ყოფილიყო. ასე რომ მისი ჩარევა, ასე ვთქვათ, გარედან ქართულ პოლიტიკაში მისივე პარტიისთვისაც კი საზიანო აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რატომ და როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მიიჩნეოდა გმირად და დემოკრატიის დესპანად, დღეს მოქალაქეობის გარეშეა? გულწრფელად გითხრათ, არასოდეს გამიგონია ვინმეს ეთქვას, რომ სააკაშვილი დემოკრატიის დესპანი იყო. დემოკრატია არ იყო მისი მთავარი კოზირი. ფიქრობ, ის და მისი რეფორმები გარკვეულ მოწონებას იწვევდა ქართველ ხალხში, მაგრამ შემდეგ სცადა საკუთარი მოძღვრება სხვა ქვეყანაში წაეღო. უკრაინასა და საქართველოს ბევრი საერთო ინტერესები აქვთ. მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინაში მზად არ აღმოჩნდნენ მისი აგრესიული მმართველობის სტილისათვის. თუმცა ვფიქრობ, რომ რამდენიმე ძალიან კარგი იდეა ჰქონდა, განსაკუთრებით ოდესაში, სადაც მისი მცდელობები აღიკვეთა კორუფცია, საბოტაჟის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ამავდროულად მოახერხა ყველას გადამტერება, ვისთანაც კი მუშაობა უწევდა. ფიქრობ, თანდათანობით სააკაშვილი უკრაინაში მობეზრდა და როდესაც პოროშენკო თბილისში ჩამოვიდა, საქართველოს მთავრობამ მასთან ეს საკითხი განეხილა. პოროშენკომ თქვა, რომ არ აპირებს მიშას ექსტრადირებას, რადგან მას ციხეში მოუწევს ჩაჯდომა. ასე რომ ამის სანაცვლოდ მოქალაქეობა ჩამოართვეს და პრაქტიკულად ამერიკის შეერთებულ შტატებში განდევნეს. რას ფიქრობთ, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია? შეიფარებენ თუ არა სააკაშვილს და მოუწევს თუ არა უკრაინას თავის მართლება? ფიქრობ, დასავლეთში სააკაშვილი უკვე საკმაოდ კარგად შეისწავლეს. მათ იციან მიშას ძლიერი და სუსტი მხარეები. ასე რომ არ მგონია ამის გამო უკრაინა რაიმე პრობლემებს წააწყდეს. ფიქრობ, რომ ამერიკა მას დარჩენის ნებას მისცემს. არ ვიცი, შესთავაზებს თუ არა მას მოქალაქეობას რომელიმე სხვა ქვეყანა. შეიძლება თავშესაფარი მოითხოვოს.
მან განაცხადა, რომ თავშესაფარს არ მოითხოვს და უკრაინაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს. ამასთანავე ლიტველმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ვილნიუსში მზად არიან სააკაშვილს ბინადრობის უფლება მისცენ. რამდენად სავარაუდოა მსგავსი სცენარი. არ გამორიცხავ ყველაფერი სწორედ ასე განვითარდეს. ლიტვა სწორედ ისეთი ადგილია, რომელსაც სააკაშვილი ევროპაში საკუთარი ბაზის შესაქმნელად გამოიყენებდა. ევროპაში საკმარისადაა ხალხი, ვინც მას პატივს სცემს, მაგრამ საქმე ისაა, რა როლი აქვს სააკაშვილს ევროპულ პოლიტიკაში. არც უკრაინის და არც საქართველოს მთავრობას იგი არ ჭირდება. ასე რომ ვის და რაზე უნდა ელაპარაკოს სააკაშვილი. ის არც თუ ისე კარგი ანალიტიკოსია, უფრო მოქმედების კაცი გახლავთ. მაგრამ ფაქტია, რომ იქ სადაც მას შეუძლია რაღაცა გააკეთოს, მისი ნახვა აღარ სურთ. როგორ ფიქრობთ, დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი ოდესმე საქართველოში და თუ დაბრუნდა, რა სტატუსით იზამს ამას? პატიმრის თუ პოლიტიკოსის რანგში? ფიქრობ, ეს დიდწილად ოცნებაზეა დამოკიდებული. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ოცნების მაღალ ეშელონებში სააკაშვილის ძულთ და სურთ ციხეში მიაბრძანონ. მეორე მხრივ ფაქტია, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლის გამოც ხალხს ციხეში სვამენ. საკმაოდ კარგად ვიცნობ მას და არ ამგონია იმისთვის დაბრუნდეს საქართველოში, რომ ციხეში ჩაჯდეს. ასევე არ ამგონია მას რაიმე პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს საქართველოში. თეორიულად თუ ოცნება ძალიან არაპოპულარული გახდება, ასე 5 ან 10 წელიწადში შეიძლება ხალხის გარკვეულმა ნაწილმა იფიქროს, რომ მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია მათი დამარცხება, მაგრამ ძალიან მეეჭვება ეს მოხდეს. მით უმეტეს, რომ მიშა ნამდვილად არ გამოირჩევა მოთმინების დიდი უნარით. არ მგონია ის 10 წლიან ვადებში გეგმავდეს საკუთარ მომავალს, ასე რომ იყოს ხვანაირად მოიქცეოდა, თუნდაც იმავე უკრაინაში. ანუ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა? ეს გეიმ ოვერია? სააკაშვილს არასდროს უღიარებია, რომ ის, რაც მისი მმართველობის დროს ხდებოდა, არასწორი იყო. მას არასოდეს მოუხდია ბოდიში, არასოდეს გაუსწორებია თვალი იმ ფაქტისთვის, რომ ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა მისი პრეზიდენტობის განმავლობაში. სანამ ამას არ გააკეთებს, არ მგონია ქართველი ხალხი დაინტერესდეს, რას ფიქრობს და რას აკეთებს სააკაშვილი. მას ჰქონდა საინტერესო იდეები უკრაინაში, მაგრამ საბოლოო ჯამში სრული მარცხი განიცადა და ვფიქრობ, ხალხს მისი აღარ ჯერა. პოლიტიკოს არენა, აუდიტორია სჭირდება. მე კი სააკაშვილის შემთხვევაში ამას ვეღარ ვხედავ. გმადლობთ დროებით. არ გადართოთ. მომდევნო ბლოკში საქართველოში ნატოს სამეკავშირე ოფისის ხელმძღვანელთან უილიამ ლახიუსთან საუბრით დაგიბრუნდებით. დროებით. ელეგანტურობისა და სპორტულობის იდეალური ნაზავი. განცხრომისა და ძლიერების პერფორმანსი. მაზერატის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში ომეგა ავტოჯგუფი. მაზერატი გიბლი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი. საუკეთესო კერძის მომზადება ყველა დიასახლისის ოცნებაა, რომელიც ხარისხიანი პროდუქტის საშუალებით იქცევა რეალობად. სწორედ ასეთია ნამდვილი იტალიური მაკარონი პიამა ვეზუვიანა. თქვენ კერძს გამორჩეულად გემრიელს და ნოყიერს გახდის. პიამა ვეზუვიანა, იტალიაში დამზადებული არაგენ მოდიფიცირებული მაკარონი. გახადე შენი დილა უფრო თბილი და სასიამოვნო. დააგემოვნე ფლარონისის სხვადასხვა არომატის მატონიზირებელი ინგლისური ჩაი. იგრძენი ცოცხალი მცენარეების სურნელი შენს ფინჯან ჩაიში. გელვე წარმოგიდგენთ ლამატინას ერთჯერადი ყავების მრავალფეროვან არჩევანს. იმისთვის, რომ თქვენი ხანმოკლე შესვენებაც კი უფრო გემრიელი და სასიამოვნო იყოს. გელვე, საუცხო გემო. დუკანის ნაყინია. გასაკეთებ, შეხო დიაბეტი გაქვს. ეს დიაბეტური ნაყინია. მადმუაზელი, როგორია თქვენი ნაყინი? მოდი მორელისში. გააღვიდე შენში ბავშვობა.
კაფე სანაყინე მორელის ჯელატო, სულხან ცინცაძის 8. ღვინო fruits and wine. ტკბილი. სუბუქი. მკვეთრად გამოხატული ხილის არომატით. სასიამოვნო და ორიგინალური ნაირსახეობების შაქრის და ალკოჰოლის მცირე შემცველობით. ისიამოვნე და ეზიარეს ხვებთან ერთად თავისუფლების ძვირფასწუთებს. ხმელთაშუა ზღვის ნობათი პირდაპირ თქვენს სუფრაზე. დიამერის უმაღლესი ხარისხის კონსერვირებული ზღვის პროდუქტები ესპანეთიდან. გააოცეთ თქვენი ახლობლების სხვადასხვა დელიკატესებით. თინუსი, რვაფეხა, სარდინები, სკალოპები, მიდიები და მოლუსკები მრავალფეროვან უგემრიელეს მარინადში. დიამერი, თქვენი პიკანტური არჩევანი. დაგღალა ყოველდღიურმა ერთფეროვნებამ. მოიწყე განტვირთვის 5 წუთი დომინოს ყავასთან ერთად. ცხელი შოკოლადი და კაპუჩინო. მათი განსხვავებული, განუმეორებელი გემო თქვენს დღეს უფრო ენერგიულს და პოზიტიურს გახდის. გიბრუნდებით ეთერში და ჩვენი ამ ბლოკის სტუმარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ბატონი უილიამ ლაჰიუ. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოსტი 2011 წელს ჩაიბარეთ. მინდა გკითხოთ, რამდენად უფრო ახლოს ვართ ნატოსთან დღეს 2011 წელთან შედარებით? ამ კითხვაზე პასუხისგაცემა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ თუ შევხედავ თუ რამდენად მჭიდროა თანამშრომლობა, ჩართულობა ნატოსა და საქართველოს შორის, ფიქრობ კიდევ უფრო დავახლოვდით. 2011-ში ოფისი ახალი გახსნილი იყო და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მას შემდეგ ჩვენ გავიზარდეთ. გაიზარდა ჩვენი როლი. ჩვენ დროს შედგა ნატო-საქართველოს შორის არსებითი ღონისძიებათა პაკეტი. დაარსდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების საზიარო ცენტრი და ასე შემდეგ. მე უფრო სხვა რამეს გულისხმობდი. რამდენად ახლოს ვართ ნატოს წევრობასთან, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია? აი აქ უკვე შეუძლებელია გადაჭრით გაქცეთ პასუხი, რადგან ამ გადაწყვეტილებას იღებს 29 ქვეყანა. ნატოს თითოეული წევრი ამ საკითხს საკუთარი გადმოსახედიდან განიხილავს. მათ აქვთ საკუთარი ინდივიდუალური საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა, საკუთარი მოსაზრებები პოტენციურ ახალ წევრებზე და ასე შემდეგ. კარგია, რომ თქვენი მთავრობა ძალისხმევას არიშურებს, რათა თითოეულ ამ წევრს მიაწვდინოს ხმა და ამცნოს საქართველოს მზადყოფნის შესახებ. კარგია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც საბოლოოდ გადაწყვეტენ, თუ როდის და როგორ მიიწვიონ საქართველოს ალიანსში. თანდათან უფრო და უფრო მეტი იციან საქართველოსა და მისი მიზნების შესახებ. ნატოს წევრობაზე საუბრისას აქცენტი ძირითადად ორ თემაზე კეთდება ხოლმე. პირველი, რომ ნატოს აქვს ღია კარის პოლიტიკა და მეორე, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საერთო კონსენსუსის მიღწევა. გეოგრაფიაზე რა სიტყვით? რა როლს თამაშობს გეოგრაფიული მდებარეობა ამ ყველაფერში? რა თქმა უნდა, გეოგრაფია დიდ როლს თამაშობს. მაგალითისთვის მონტენეგრო ავიღოთ. ნატოს უახლესი წევრი. აქ სწორედ გეოგრაფიული მდებარეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ევროპის შუაგულში მდებარე ქვეყანა. სტრატეგიული პოტენციალის მქონე პორტებით. ყველაფერ ამას ემატება პოლიტიკა, თავდაცვის საკითხები, სამთავრობო რეფორმები. ეს მრავალწახნაგოვანი პროცესია და გეოგრაფია ნამდვილადაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან მადლიერი დარჩებოდათ თუ აუხსნიდით, როგორ მოხდა, რომ მონტენეგრო საქართველოზე ადრე გახდა ნატოს წევრი? მონტენეგრო უფრო დემოკრატიული ქვეყანაა? უფრო მეტი ან უკეთესი რეფორმები გაატარეს? რამდენი ჯარისკაცი გააგზავნა მონტენეგრომ ავღანეთში? მართებული შეკითხვაა. ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მონტენეგრომ ბევრი იშრომა ნატოს წევრობისთვის. წევრმა ქვეყნებმა ნახეს, რომ მონტენეგრო მზად იყო გაწევრიანებისთვის. ეს იყო როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიკური გადაწყვეტილება. ისიცაა, რომ ევროპაში უფრო გარკვეულები არიან და მეტი იციან მონტენეგროზე, ვიდრე საქართველოზე, აქ არსებულ სიტუაციაზე და იმ სარგებელზე, რასაც ნატოში საქართველოს გაწევრიანება მოგვიტანდა. ანუ მიზეზი ისაა, რომ შორს ვართ? არ ვიტყოდი, რომ ეს ერთადერთი მიზეზია, მაგრამ გარკვეულ როლს ალბათ თამაშობს. პოლიტიკოსები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების შესახებ, პასუხისმგებლები არიან საკუთარი მოსახლეობის წინაშეც. ამიტომ აუცილებელია მეტი ჩართულობა დასავლეთთან და მიხარია, როცა ვხედავ, რომ ეს ჩართულობა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპასთან, დღითიდღე უფრო ინტენსიური ხდება.
უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკაც. დადებით როლს ითამაშებს უვიზო მიმოსვლაც. ევროპელები აქ ჩამოვლენ. თქვენ ევროპაში წახვალთ. ეს კი ურთიერთობებს, ცოდნას და ნდობას გააღრმავებს. უმნიშვნელოვანესია ასევე საქართველოს თავდაცვის უნარიანობა. ის რომ საქართველოს შეეძლოს საკუთარი თავდაცვითი სტრუქტურების შენახვა და ასევე წვლილი შეიტანოს ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. სწორედ თავდაცვაზე მინდოდა მეკითხა. ახლახან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გეგმავს ავღანეთში ქართული კონტინგენტის შემცირებას, რათა მეტი კონცენტრირება მოახდინოს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არის ნატოსგან დაშორებისკენ გადადგმული ნაბიჯი. თქვენ რას ფიქრობთ? ვერაფრით დაგეთანხმებით, რადგან ქართული დანაყოფების ავღანეთში ყოფნას აქვს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური დატვირთვა. ეს ყველაფერი მოლაპარაკებების საგანია საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. და მე გეტყვით, რომ მოკავშირეები, მათ შორის შეერთებული შტატები, მხარს უჭერენ საქართველოს ამ გადაწყვეტილებას. მათ ესმით, რომ აუცილებელია საქართველოს საკუთარი თავდაცვითი პოტენციალი გააძლიეროს. როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში დაკარგული ტერიტორიების საკითხი? თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის მიხედვით ალიანსს მოუწევს საქართველო რუსეთის აგრესიისგან დაიცვას. ასევე ანტიდასავლური ძალები ხშირად სპეკულირებენ, რომ თუ საქართველოს ნატოში შესვლა სურს, სოხუმისა და ცხინვალის დაკარგვას უნდა შეეგუოს. რამდენად რეალურია მსგავსი სცენარი? მე არ ვიზიარებ მსგავს სპეკულაციებს. ეს საკითხი უბრალოდ არ დგას. ნატო არასოდეს დაატანს ძალას საქართველოს რომ ამ უკანასკნელმა ტერიტორიები დათმოს წევრობის სანაცვლოდ. ნატოს წევრი ყველა ქვეყანა ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია. ამის ალტერნატივას ნატოს წევრი ქვეყნები არ განიხილავენ. რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარებას, ნატოს დოქტრინაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ წევრი ვერ გახდებით, სანამ ტერიტორიალურ დისპუტებს ვერ მოაგვარებთ. შეკითხვა სხვანაირად დგას. არის კი სიტუაცია სტაბილური, პროგნოზირებადი. არსებობს თუ არა ნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. ხომ არ ეშინიათ დასავლელ მოკავშირეებს, რომ ადრე თუ გვიან საქართველო ნატოს რუსეთთან ღია კონფლიქტში ჩაითრევს? მე არ ვიცნობ არც ერთ მოკავშირე ქვეყანას, სადაც ასე ფიქრობენ, სადაც მიაჩნიათ, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის გარდაუვალია. ვგულისხმობ, თუ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება. არა, ვერ დაგეთანხმებით. რა თქმა უნდა, რუსეთს ნატო გულზე არ ეხატება, რადგან ნატოს წევრობა აძლიერებს პატარა ქვეყნებს, რადგან ამით კრემლი კარგავს მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ ბერგეთს. ამ ქვეყნებს სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქროს. როცა 28 ქვეყანა გიმაგრებს ზურგს, შენი შეშინება არც ისე იოლია. კიდევ ერთი სპეკულაცია. არსებობს მოსაზრება, რომ 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტის საკმაოდ ბუნდოვანი დაპირება მაპის შესახებ დასავლეთის მხრიდან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგვისტოს ომში. ფიქრობ, ეს საკითხი ჯობს მკვლევარებს მივანდოთ. მე როგორც ნატოს წარმომადგენელს შემიძლია მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბრო. რუსეთს არც ბუქარესტის სამიტამდე აკლდა мотиваცია მათი ეგრეთ წოდებული მშვიდობის ყოფილები მყარად იდგნენ ქართულ მიწაზე 90-იანი წლებიდან მოყოლებული. იგულისხმება, რომ სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ კრემლს დამატებითი мотиваცია გაუჩინა. ეს რუსული პრესის რიტორიკაა. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო რუსეთის мотиваციის ნაწილი. მაინც ვფიქრობ, რომ უმჯობესია ამ საკითხზე მკვლევარებმა ისაუბრონ. კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა. ნატომ გადაწყვიტა შავ ზღვაში საკუთარი ჩართულობა გააძლიეროს. კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში და ზოგადად როგორ მოახერხებს ნატო შავ ზღვაზე თავის დამკვიდრებას რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შესვლის გარეშე? ქართველები საკმაოდ ოპტიმისტი ხალხი ვართ და გამოითქვა მოსაზრებებიც, რომ შესაძლოა ნატომ ფოთის პორტის რესტრუქტურიზაცია მოახდინოს და საკუთარი ხომალდები აქ განათავსოს, რითაც ფაქტიურად გვერდს აულის მონტროს კონვენციის შეზღუდვებს. რა სიტყვით? მონტროს კონვენცია თქვენ თვითონვე ახსენეთ. ნატო არ გეგმავს ამ კონვენციისთვის გვერდისავლას ან შემოვლას, ასე რომ აქ აქცენტი კეთდება წევრი ქვეყნების თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ხომალდებზე. და რაც შეეხება ფოთის პორტს,
აქაც მონტროს კონვენციაზე დაყრდნობით გიპასუხებთ. მსგავსი სცენარი არ განიხილება, რადგან ნატოს დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებს შავ ზღვაში განუსაზღვრელი დროით გაჩერების უფლება არ აქვთ. მოდით უფრო პოზიტიური ამბებით დავამთავროთ ინტერვიუ. დეკემბერში თქვენი როგორც ოფისის ხელმძღვანელის ვადა იწურება. როგორი მოგონებები გაქვთ საქართველოზე? შტაბ-ჭრილებები. ხომ არაფერს ნანობთ? არ ამგონია ვინმეს ოდესმე ენანო საქართველოში ჩამოსვლა. ეს განსაკუთრებული ქვეყანაა. 5 წელი ისე უცებ გავიდა, რომ ძალიან მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ეს ქვეყანა, რომელიც მეორე სახლად იქცა, უნდა დავტოვო. დიდი იმედი მაქვს, საქართველო წარმატებებს მიაღწევს. ჩემ გულში თქვენს ქვეყანას და ხალხს ცალკე ადგილი აქვთ. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე აქ. მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ქართველ ხალხს. მათ სწრაფვას, ჰქონდეთ უკეთესი ქვეყანა და მომავალი. იმედია მეც შევძლებ ამ მომავლის რეალობად ქცევაში ჩემი წვლილი შევიტანო. ჩვენ დღევანდელი გადაცემა და სეზონის ბოლო გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს ერთ თვეში. წარმატებულ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. კარგად ზანდებოდეთ. შოუ, რომელიც შეგიცვლით წარმოდგენას ოჯახური ცხოვრების შესახებ. მამა ანტონ, მამა ჩამოვიდა. ამდახან სად იყავი, მამა? შეცდომები, რომლებმაც ერთდროს მოსიყვარულე წყვილები სასამართლომდე მიიყვანა. მისი ცემა პირველი გაფრთხილება იყო. რატო და რა მიზეზით ხდება განქორწინება და რა მოთხოვნები გააჩნიათ მხარეებს. ჩემს ცოლს ნადინკას ვკირდები რომ მეყარება და ხელის გულზე ვატარებ. აქ უკვე აღარ არსებობს დაფარული თემები. ეს მართალია, ეს უკვე ყველა მიცის. ოჯახური სკანდალების მიზეზს აქ ნამდვილი მოსამართლე გამოარკვევს. სასამართლოს ხდომას გახსნილად ვაცხადებ. შოუ, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ, რათა მსგავსი შეცდომები არ გაიმეოროთ. სასამართლოს ხდომა დამთავრებულია. შაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12 საათზე. განმეორებით შაბათს და კვირას 13 საათზე. შოუ მოდი გავეყაროთ იბერიაზე.